ხორვატი ლეგიონერის გორან გრუიცას საქმის დეტალები, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პოზიცია, ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნები და კონფლიქტი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ეს არის თემა, რომელიც ცენტრალური ტელეარხების ეკრანებზე 23 თებერვალს ზესტაფონისა და ცხინვალის სპარტაკის მატჩის დღეს გაჩნდა. ახალი სეზონის მეორე თამაშია გორან გრუიცას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. ოფიციალურ მიზეზად კი ზესტაფონის მიერ უცხოელი ფეხბურთელის დარეგისტრირებისათვის აღმასკომის დადგენილებითა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის დებულებით დაწესებული თანხის 15,000 ლარის გადაუხდელობა სახელდება. ჩვენ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს გადახდილი გვაქვს სეზონის დაწყების წინ ჩემპიონატში მონაწილეობის სამონაწილეო თანხა 40,000 ლარი. ეს აბსოლუტურად ყველა კლუბისთვის იყო დაწესებული თავიდან, ჩვენ როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელებმა ეს თანხა სრულად დავყარეთ დათქმულ ვადებში. თუმცა იმის გამო რომ მთელ რიგ კლუბებს სხვებს ფინანსურად გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ფეხბურთის ფედერაციამ ამ დებულების პროფლიგის დებულების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება ამ საწევროს განახევრების შესახებ. შესაბამისად 20,000 ლარი გახდა. ეს ფული, რომელიც ჩვენ შეტანილი ჰქონდა თავიდანვე, ცხადია, რომ მოდაბრუნებული იყო, თუმცა ამ ფულის დაბრუნება არ მოხდა. შესაბამისად, ჩვენ ან 20,000 ლარი დარჩენილია მათ ანგარიშში. გასაკვირველია პროფესიული ფეხბურთის ლიგის ანგარიშში. ძალიან მარტივი ლოგიკა კარნახობდა, რომ როდესაც ასე ვთქვათ, აი ამ 15,000 ლარიან გადასახადზე მიდგა საქმე ხორვატი ლეგიონერის დარეგისტრირებისათვის საჭირო თანხაზე, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ფულის გაქვითვა მოხდარი იყო ძალიან მარტივად, რაზეც ძალიან ორიგინალური პასუხი მივიღეთ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთაგან, იმის შესახებ, რომ ეს ფული ჩვენ არ გადაგვიხდია ფედერაციაში, რომ გადავიხადეთ პროფლიგაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ პროფლიგაში, რომლის დებულების მიხედვითაც ფედერაციამ გადაწყვეტილებას ღებულობს და რომლის წინაშე, ვთქვათ, აი საჭთა კორპუსის წინაშე არსებულ დავალიანებას ასევე ფედერაცია ისტუმრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრესამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათლად არის მითითებული, რომ ამგვარი ქმედება არის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი. მოვლენათა ამგვარი სცენარის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში ზესტაფონი უფლებას იტოვებს თავისი პოზიცია უფრო ქმედითი ნაბიჯებით დაიცვას. არც მეტი არც ნაკლები საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა ჯაჭვის ნაწილია, მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვი, ესეთი ეჭვი არსებობს არა მხოლოდ კლუბში, არამედ საზოგადოების საკმაოდ ფართო მასებში. ჩვენი პოზიციის და ჩვენი სიმართლის განმტკიცებას ვაპირებთ და ამ ჩვენს პოზიციის დაცვას აუცილებლად. ანუ სასამართლოში უნდა გადავიდეს საქმე რამე შესაძლებელია ჩვენ სამართლებრივი გზებითაც ვაპირებთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი სამართლიანი აბსოლუტურად სამართლიანი საქმის დაცვას. ამგვარი დამოკიდებულების შენარჩუნების შემთხვევაში ზესტაფონს 27 თებერვალს რუსთავის ოლიმპთან გასამართ მეტად პრინციპულ შეხვედრაში ისევ ხორვატი ლეგიონერის გარეშე მოუწევს თამაში. მატჩი წინა ორისაგან განსხვავებით ზესტაფონში გაიმართება. თითოეულობის შემდეგ ცენტრალური სტადიონის სრულ წესრიგშია. ახლა როგორც არასდროს ისე სჭირდება გუნდს გულშემატკივართა ქომაგი და ერთსულოვანი მხარდაჭერა. ჩვენი ერთობის, ჩვენი ერთიანობის და ჩვენი ერთობის დემონსტრირება უნდა მოახერხოთ, აი მოახდინოთ სწორედ კვირას გასამართ შეხვედრაში. მე ყველას, აბსოლუტურად ყველას, არ არის 2 და 3 ლარის თანხა, რომლის გადახდაც შეუძლებელია. მე ყველა ზესტაფონელს ვთხოვ, აი ჩვენი ერთობა და ჩვენი ერთად დგომა ვაჩვენოთ ყველას კვირას გასამართ შეხვედრაზე, საკმაოდ პრინციპული მატჩიცაა მით უმეტეს, და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბევრი რამის ჩვენება ასაჭირო და იმის პირველ რიგში რომ ზესტაფონელები ერთად დავართ ამ გუნდის გარშემო და გვერდით ვდგავართ, ყველას მოგმართავთ ქალბატონს, ბატონებს, ყველას აბსოლუტურად მობრძანდით სტადიონზე და დაგვიჭირეთ ხარ. კვირას 2 საათზე ზესტაფონში არის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში, ზესტაფონი ხვდება რუსთავის ოლიმპს. ამ თამაში მოგება ძალიან გვჭირდება, ასე რომ ყველას ვისაც ოდნავ მაინც გინდათ საქართველოს ჩემპიონი გახდეს ზესტაფონი, მოდით ჩემთან ერთად, თქვენს მეგობრებთან ერთად, ყველა ზესტაფონელთან და ზესტაფონის გულშემატკივართან ერთად დაუდგეთ გვერდში საქართველოს საუკეთესო კლუბს, ზესტაფონს და დავეხმაროთ გახდეს ჩემპიონი. რუსთავის ოლიმპი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ასე რომ კვირას 2 საათზე ზესტაფონის სტადიონზე.